საღამოშვიდობის პარასკევია და თქვენ ტრადიციულად გზამკვლევს უყურებთ. მე ნაზი ქობულაძე ვარ. აჭარის კულტურის სამინისტროს გეგმებსა და პრიორიტეტებზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. უწყება ცალკე სამინისტროდ რამდენიმე თვის წინათ ჩამოყალიბდა. მინისტრი უკვე შეხვდა მუნიციპალიტეტებში სფეროს სპეციალისტებს. ელისო ბოლქვაძემ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშით წარუდგინა და დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. ჩვენ დღეს თავად მინისტრისგან მოვისმენთ სამინისტროს პრიორიტეტებისა და გეგმების შესახებ. ახლა კი ვნახოთ რეპორტაჟი. აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრს 2024 წლის ანგარიშის წარსადგენად რეგლამენტით გათვალისწინებული დრო არ ეყო და დამატებითი დასჭირდა. თუმცა მაია ხაჯიშვილმა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა ბოლომდე მაინც ვერ ამოწურა. ისაუბრა როგორც სკოლამდელ ისე სასკოლო და უმაღლეს განათლებაზე. მინისტრის თქმით, უწყების მთავარი პრიორიტეტი განათლების ხელმისაწვდომობა, ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არ დარჩება არც ერთი ასაკობრივი ჯგუფი სამინისტროს ყურადღების მიღმა ყველა ასაკის ჩვენს ახალგაზრდაზე, მოსწავლეზე, ბაღის აღსაზრდაზე თუ უკვე შემდგომში ახალგაზრდა მეცნიერებზე იქნება მორგებული ჩვენი სამინისტროს პროექტები, ასევე მაქსიმალური ყურადღება მიექცევა ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, ზოგადად სკოლებში ჩვენს პედაგოგებს და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სპორტის გაძლიერებაზე, სპორტში მასობრიობის გაფართოებაზე. მინისტრის ინფორმაციით გასულ წელს რეგიონში არაერთი სკოლა აშენდა და გარემონტდა. წელს უწყების ბიუჯეტიდან სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 43 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. აშენდება 30 სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 70-ს. სასკოლო ინფრასტრუქტურის გარდა მაია ხაჯიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებზე, რომელიც მოსწავლეების სხვადასხვა კონკურსებსა და პროექტებში ჩართვას წაახალისებს. ისაუბრა ასევე მათ უსაფრთხოებაზეც. სკოლის უსაფრთხოება არის უმთავრესი მიზანი, რაზეც უნდა იყოს სახელმწიფო და განათლების სისტემა ფოკუსირებული, უნდა იყოს აღმოფხვრილი, რა თქმა უნდა, სკოლაში ბულინგი და ამავდროულად ტექნიკური ტიპის უსაფრთხოებები, რაც გულისხმობს პრევენცირებას, რაიმე ტიპის კონფლიქტების და ამავდროულად პერიმეტრზე, როგორც საგზაო სატრანსპორტო მოძრაობის ყველა იმ ნორმის ტექნიკური ნაწილის თვალსაზრისით უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს პირველ რიგში ბავშვების უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ის ნაწილი, რაც სოფელში გულისხმობს ტრანსპორტირებას, იმ ძალიან დიდი გზის გავლას, უსაფრთხოების ნაწილში არის უდიდესი მხარდაჭერა ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის. აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის ანგარიშში აისახა რეგიონში მოღვაწე სპორტსმენების მიღწევები და უწყების ის გეგმები, რომლებიც მათ განვითარებას უწყობს ხელს. მაია ხაჯიშვილმა ხაზი გაუსვა ასევე სასპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას და როგორც აღნიშნა, ამ კუთხით აჭარას საქართველოს სპორტის სამინისტროც დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტრო ხაჯიშვილის უწყებას გამოეყო, მინისტრის ანგარიშში მაინც მოხვდა ის პროექტები, რომელიც სამინისტრომ გასულ წელს ამ კუთხით განახორციელა, მათ შორის ფოლკლორისა და სხვა მიმართულების განვითარებისთვის. მოვისმინეთ განათლების მინისტრის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ჩვენს მიერ დასმული იქნა შეკითხვებიც. ანგარიში სრულყოფილად იყო ასახული და წარმოჩენილი ყველა ეს პროექტი და მიმდინარეობა, რომელსაც განათლების და სპორტის სამინისტრო ახორციელებს მაღალმთიან რეგიონებში. მინისტრი შეეხო როგორც ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების, სასკოლო ბიბლიოთეკების, სასკოლო ბენდების და სხვადასხვა სახის პროგრამებს და პროექტებს, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, მართლაც ის ასე ხორციელდება, ეს მხარდაჭერა სამინისტროსგან იგრძნობა. აჭარის განათლების მინისტრის საათის ამოწურვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს ტრიბუნა კულტურის მინისტრს დაეთმო. ელისო ბოლქვაძემ ძირითადად სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მათ შორის აჭარის სიმფონიური ორკესტრის ჩამოყალიბებაზე, ფესტივალებსა და თეატრზე. საკმაოდ დიდი დრო დაუთმო მინისტრმა კულტურის სფეროს განვითარების საკუთარ ხედვას და განაცხადა, რომ სურს აჭარას კულტურის მსოფლიო რუკაზე ხედავდა. აჭარის რეგიონი ეს არის ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელი რეგიონი, როგორც კულტურული ტურიზმის მიმართულებით, ასევე უნიჭიერესი ადამიანებით, რომლებიც იმსახურებენ იმას, რომ ყურადღებაც მიექცენ, გამოჩნდნენ საზღვარგარეთ, აქაც ქვეყანაშიც და ვფიქრობ, რომ ის სტრუქტურები, რომელიც არის დღეს არსებული, ისინი კიდევ უფრო მეტად უნდა წარმოჩინდნენ, გამოჩნდნენ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი პრივილეგია, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე არსებობს.
აჭარის კულტურის, ასევე განათლებისა და სპორტის მინისტრების ანგარიშებს დადებითად აფასებენ დეპუტატები. ისინი ძირითადად აქცენტს პრიორიტეტებსა და ბიუჯეტის ზრდაზე ამახვილებენ. ფიქრობენ, რომ განათლებისა და კულტურის მიმართულებით რეგიონში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელიც ბევრია. მინისტრის საათის ფორმატი აჭარის უმაღლეს საბჭოში უკვე 5 წელია მოქმედებს, რაც დავით გაბაიძის თქმით ზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას საკანონმდებლოს წინაშე. მინისტრის საათი არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, როგორც ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის თვალსაზრისით, ეს არის ერთგვარი პრევენციული მექანიზმი და ეს არის მექანიზმი, რომელიც ზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას, გარდა ამისა ზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების გამჭვირვალობას და რაც მთავარია, ეს არის ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს ხელში კონტროლის ძალიან კარგი მექანიზმი და ჩვენ 5 წელია უკვე ამ ფორმატში ვმუშაობთ და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი პრეცედენტები დაინერგა უკვე ამ თვალსაზრისით. ორივე მინისტრის ანგარიში იყო საქმიანი. ხაბატონ მაიას ჰქონდა წინა ის იყო მინისტრი წინა წელს და აქედან გამომდინარე ხაბატონ მაია ხაჯიშვილმა ჩაგვაბარა. ხაბატონ ელისოს ჰქონდა უფრო მეტად მომავალზე გათვლილი მოხსენება, თუ რას აპირებს ახალი სამინისტრო წელს და მომავალშიც. ფიქრობ, ამ მხრივ ბევრი საინტერესო ინიციატივა აქვს ხაბატონ ელისოს. მისი გამოცდილება კულტურის სფეროში ძალიან კარგად ისრულებს საქართველოს და მისი ხედვები საინტერესო ინიციატივები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ კარგი ღონისძიებები გველოდება წინ და ამ მხრივ სრული მხარდაჭერა ხაბატონ ელისოს და სამინისტროს ჩვენგან. აჭარის უმაღლეს საბჭოში რეგიონის 2 მინისტრს მინისტრის საათის ფორმატში რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოусმინეს. დავბრუნდით ეთერში და როგორც უკვე გითხარით, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძეა ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ახლა შექმნილია სამინისტრო და უპირველესად ვისაუბროთ ამ სამინისტროს შექმნის მიზანზე და ზოგად სტრატეგიაზე. დიახ, სამინისტრო შეიქმნა 1 მარტს და ძალიან ცოტა ხანია რაც ფუნქციონირებს ახალი სტრუქტურა. მე მინდა ჯერ ესეთი მიულოცო ყველას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან როგორც ვამბობდი დღესაც თქვი, ჩემს მოხსენებაში, რომ ეს არის ძალიან დიდი პრივილეგია და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება გუნდის, რომ ახალი სამინისტრო როგორც სტრუქტურა ჩამოყალიბდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, ამ სფეროს მთლიანად და კულტურის მოღვაწეებს აჭარის რეგიონში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღება ელოდებათ, მეტი საერთაშორისო პროექტები, მეტი ეროვნული პროექტები და ასე ვთქვათ, ინდუსტრიის განვითარება, კულტურის ინდუსტრიის განვითარება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისეთ რეგიონში, როგორც არის აჭარა და ესეც განვითარებად მნიშვნელოვან რეგიონში, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს და მათ უფრო მეტი შუქი დაეცეთ. მაგალითად, ახლა თუ აუცილებლად ვახსენებთ, რომ ამ პერიოდში უკვე ჩვენ ბევრი კვლევა ჩავატარეთ, ბევრი შეხვედრები ჩავატარეთ და ფოლკლორის მიმართულებით ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია კიდევ უფრო აპწიოთ და ასე ვთქვათ, უფრო მეტი შუქი მივცეთ ამ ყველაფერს, მაგალითად ფოლკლორის ცენტრის ჩამოყალიბება დაისახა მიზნად და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება. დიახ, ჩვენ ვადევნებდით თვალს, რომ თქვენ მუნიციპალიტეტებში შეხვდით ამ სფეროში დასაქმებულ და ამ სფეროში დაინტერესებულ ადამიანებს. უფრო მეტი რომ გითხრათ იმასთან დაკავშირებით, რა ინიციატივები გქონდათ მათ და როგორ ჩაიარა, ვთქვათ, აზრთა გაცვლა გამოცვლამ ამ მიმართულებით. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ეს ერთია, როდესაც ზოგადად იცნობ, ვთქვათ, მხარეს, მაგრამ როდესაც უკვე ინდივიდუალურად და პირადად ესე ეხები უკვე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში ძალიან დიდ ენერგიას დებენ იმისათვის, რომ ყველაფერი გადარჩეს, განვითარდეს და ამ შემდეგ იქ უკვე ხვდები, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კულტურის სამინისტროს როლი. ყველა მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ მისვლა, მაგრამ მაგალითად ხელვაჩაურში ვიყავით, სადაც არაჩვეულებრივი კონცერტი გაიმართა და კიდევ
დაისახა ის ძალიან კაი იდეა არის მაგალითად მაჭახელას ფესტივალის ჩამოყალიბება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ესეთი კულტურული ტურისტული ადგილი იქნება კიდევ უფრო მეტად, როდესაც ფოლკლორული, ვთქვათ, ფესტივალი იქ იქნება უფრო მეტად, ასე ვთქვათ, განვითარებული. ქედაში ვიყავით, სადაც ქედაში კულტურის სახლი მზადდება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ქედაში სწორედ იქ იყო ფოლკლორულ კვლევებზე საუბარი, ფოლკლორის კვლევებზე და სხვა შორის იქ დაიბადა იდეა იმისა, რომ აჭარაში შეიქმნას ფოლკლორის ცენტრი. არის თბილისში, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აჭარაში თავისი ცალკე, ასე ვთქვათ, ავტონომიურად შეიქმნას ცალკე ცენტრი, რომელიც ასევე მოემსახურება ბევრ საჭიროებო საკითხს, რაც ფოლკლორის გადარჩენას, მის განვითარებას, პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. და მე გავეცანი სამინისტროს კონცეფციის პრიორიტეტებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ცხადია დაუბრუნდებით აჭარის ესე როგორც ცალკე კუთხის წარმოჩენას და ასე შემდეგ, თუმცა კულტურის დიპლომატია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ კავშირები და კონტაქტები ელისო ბოლქვაძის ძალიან გამოადგება ამ მიმართულებით ჩვენს რეგიონს, ასე მგონია და გითხარით, რას გულისხმობს კულტურის დიპლომატია. კულტურის დიპლომატია ძალიან ბევრ რამეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, ჩემი კონტაქტებით და ასე ვთქვათ, ჩემი არა მარტო ჩემი, რასაკვირველია, მაგრამ მე ვამბობ, რომ ის რაც ჩვენ გვინდა რომ გავიდეს საზღვარგარეთ, ერთიანი კონცეფციით, მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან საინტერესო მაგალითად კულტურის დღეების მოწყობა ისეთ ადგილებში, როგორიც არის თუნდაც აი მაგალითად ჩვენებურები, სადაც არის დიასპორასთან ურთიერთობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ერი ვართ და ქართველები, რომლებიც იყვნენ ადრე ქართველები, ეხლა შეიძლება აღარ არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ძირი, რაც მათ აქვს და ის ფუძე ჩვენ კულტურის მუშაკების ვალი ის არის, რომ ეს შევინარჩუნოთ სწორედ აი ამ მიმართულებით და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო სამუშაო იქნება უფრო გასაღრმავებელი და უფრო დასაახლოვებელი. იმიტომ რომ დიპლომატია, საერთოდ კულტურის დიპლომატია ძალიან აახლოვებს ხალხებს და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ხიდი ადამიანთა დაახლოებისათვის. კიდევ ვფიქრობ, რომ კულტურის დღეები, რომელიც ჩვენ გველოდება სექტემბრის დასაწყისში, იქნება კოპენჰაგენში და იქნება რეიკიავიკში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ცეკვის ერთ-ერთი არ ვიცი ჯერ რომელი, არ ვიტყვი ჯერჯერობით და ანსამბლი წამოვა და ალბათ მომღერლებიც ესეთ ერთიან საერთო კონცეფციაში ჩაეწერება, ასე ვთქვათ, ხალხური შემოქმედება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ჩვენთვის და ამას ვანახებთ, რა თქმა უნდა, დანიაში. ამის გარდა კიდევ ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან საინტერესო აჭარული კერძები, აჭარაში, ვთქვათ, ისეთი კერძებია, რომელიც სხვაგან არ არის, ვთქვათ, და ესეც არის დიპლომატიის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება. ქარგვა მაგალითად ძალიან ესეთი მიმართულება არის, ძველი მიმართულება, რომელიც არის ყურადღება მისაქცევი და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი ქვეყნის იდენტურობას, მის შენარჩუნებას და ნუ მსოფლიო ჩვენ კიდე ერთხელ თქვით და ვცდილობთ და ყოველთვის ვეცდებით, რომ აჭარა იყოს მსოფლიო რუკაზე. ღირსეულად წარმოდგენილი ჩვენი რეგიონი. მთაში კულტურის პოლიტიკის გაძლიერება. მთიან აჭარაში ძალიან უყვართ ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები, ყველა სოფელს მე მგონი რაღაც თავისი დღესასწაული აქვს და ჩვენ ძალიან ხშირად გაგვიშუქებია ეს ყველაფერი. როგორ აპირებს ელისო ბოლქვაძე, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ ყველაფერში, მეტად ცნობადი რომ გახდეს თუნდაც ეს ღონისძიებები, რომლებიც იმართება ყოველწლიურად. ძალიან საინტერესო ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა. როგორც მინისტრისთვის და როგორც იმის შემდეგ, რაც მე აქ დავიწყო ცხოვრება და უფრო კარგად გავეცანი ამ სიტუაციას, ვხედავ, რომ მთაში არის ისეთი თვითმყოფადი კულტურა, ისეთი სპონტანური და ისეთი დიდი ინტერესი არის მთის ხალხის ამ ტრადიციების მიმართ, რომ მე ვფიქრობ, რომ ამის ღირსი არის აუცილებლად ეს ყველაფერი, რომ შეიქმნას ერთი დიდი საერთაშორისო ფესტივალი, თუნდაც რატომაც არა ბეშუმობა, ჩვენ კულტურის კომიტეტთან ერთად გვინდა რომ განვიხილოთ ახალი ფესტივალის ჩამოყალიბების იდეა და ეს მე მგონი იქნება ბეშუმში. ამაზე კიდე ცალკე
ჩვენ ვისაუბრებთ იმედია. და ჩემი წვლილი, ანუ და ახალი სამინისტროს წვლილი ამ შემთხვევაში ჩემ გუნდთან ერთად იქნება ის, რომ რა თქმა უნდა მთაში განვითარდეს მთის კულტურა, რომელიც არის საკმაოდ ესეთი განსხვავებული, მექანიზმებით განსხვავებულია, მათი ამუშავების მექანიზმებით სხვა არის და მე ვფიქრობ, რომ აქ რა თქმა უნდა კულტურული ტურიზმი უნდა იყოს აუცილებლად ერთად გააზრებული. თქვენ ახსენეთ შეხვედრები და ინიციატივების გაცვლა გადაცემის დასაწყისში და ალბათ მოისმენდით რაღაც საინტერესო იდეებსაც ამ ადამიანების მხრიდან და რაღაც გარკვეულ ცვლილებებს ალბათ მოითხოვს ის წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციული დღესასწაულები, ღონისძიებები და თუნდაც საკონცერტო ნომრები ამ მიმართულებით თუ გქონდათ უკვე მსჯელობა სამინისტროში, არ ვიცი, დარგის ექსპერტებთან და ასე შემდეგ. ცხადია, ყველაფერს ჯერ ვერ გვეტყვით და ეს ყველაფერიც გასაგებია, მაგრამ არის თუ არა მზაობა თუნდაც იმ ადგილობრივი ანსამბლების მხრიდან, რომ გარკვეულ ნოვაციებს შეხვდნენ პოზიტივით, შრომით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ის ყველაფერი, რაც გეგმად აქვს დასახული რეგიონს, ძალიან დიდ შრომასაც მოითხოვს არა მხოლოდ ნებას. იცით, მე ძალიან დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ თითოეული ადამიანი, თითოეული სიპი, აიპი, ყველა არის ძალიან მონდომებული, იმიტომ რომ ყველას ესმის ძალიან კარგად, რომ ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი შრომა, გამოცდილების კიდევ უფრო ესე იგი მეტი უფრო გამოცდილება, კვალიფიკაციის ამაღლება და ამის საშუალებებიც უნდა მივცეთ, რა თქმა უნდა, ხელოვნების მუშაკებს. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მასტერკლასები, ვორქშოპები და ერთიანი ძალებით, შეთანხმებით, რა თქმა უნდა და მათთან ერთად დისკუსიების ნიადაგზე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში კულტურის სამინისტრო ემსახურება საზოგადოებას, ემსახურება ხალხს და მეტი კულტურა ყველგან, მთის კულტურაც ამას ნიშნავს, რომ ყველა სოფელში შეაღწიოს კულტურა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ მარტო ერთ-ერთ გაწყვეტილებას მნიშვნელოვანს ვერ მივიღებთ. ეს არის საზოგადოების მოთხოვნიდან გამოსული, წიაღიდან გამოსული მოთხოვნილებები და მისწრაფებები, ეს არის მაგალითად ორკესტრზე ვისაუბრებთ, თქვენ განეთ ახლა როგორ იქნება შემდეგიო და მე ვამბობ, რომ ეს ჯერ ისეთი არის ორკესტრის სრულყოფილი ფუნქციონირება, ეს არის მთელი სეზონის გაზრდის აუცილებლობა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დატვირთული ზაფხულის სეზონი, არის უამრავი ფესტივალები, ყველაფერი, მაგრამ არ არის ზამთარში იმდენი, რამდენიც შეიძლება ბათუმის მოსახლეობას უნდოდეს, ხო? ცოტა უფრო ესეთი, ზამთრის სეზონი მაინც არ არის საკურორტო სეზონი, მაგრამ ამას უნდა შებრძოლება და ამას ალბათ უნდა ცოტა უფრო მეტად გაშლა. კი, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაცხადებთ, რომ 4-ვე სეზონზე გვინდა ვიყოთ ძალიან საინტერესო და აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შექმნაზეც მივედით. გვითხარით ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი. ერთია შექმნა, ღირსეული კადრების ჩამოყალიბება, თავმოყრა ამ ადამიანების და ასე შემდეგ. აქ ორი პრობლემაა, ეროვნული კადრების, მოპოვების, გაზრდის, ეს არის რთული პრობლემა და ამას წავაწყდით აუცილებლად, იმიტომ რომ საშუალო რგოლი, სახელმწიფო განათლების საშუალო რგოლი არ არის ისე სისტემურად კარგად აწყობილი, როგორც შეიძლება გვინდოდეს, მაგრამ ვცდილობთ ესეც გამოვასწოროთ. ამასობაში დაიბადა იდეა, რომ იყოს საპილოტო სკოლა, შეიქმნას მუსიკალური სკოლა, სადაც თავი მოეყრება როგორც პიანისტებს, ისე სასულეებს, ისე ინსტრუმენტალისტებს და ასე ვთქვათ, ის მუხტი, რაც არსებობს, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვერაფერზე, თუ არ იქნება ამის მოცემულობა და მოცემულობა დგას ნამდვილად, იმიტომ რომ არიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, ბავშვები, რომლებსაც მისწრაფებები აქვთ, კლასიკური მუსიკისადმი და სხვადასხვა ინსტრუმენტის დაუფლება სურთ და ჩვენ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ. მუსიკალური ცენტრის ბაზაზე ალბათ მე ვფიქრობ, რომ სიმფონიური ორკესტრის გაძლიერება, იმიტომ რომ ორკესტრი არსებობს, მაგრამ ეს არის მცირე შემადგენლობით და ვერ ფუნქციონირებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს და შეიქმნას აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელიც იქნება და იფუნქციონირებს ძირითადად რა თქმა უნდა აჭარაში, რომელსაც შეიძლება რომ უფრო მეტი და დიდი მასშტაბის ფესტივალები ჩაატაროს და ასევე ეს იქნება მისი საფუძველი, რომ მთელი წლის განმავლობაში საშუალება ჰქონდეს ოპერას და თეატრებს და სხვადასხვა
სხვადასხვა მიმართულებებს იფუნქციონირონ უკეთესად, რა თქმა უნდა. თქვენ უკვე ისაუბრეთ საპილოტო ექსპერიმენტული სკოლის კონცეფციასთან დაკავშირებით. ეს ცხადია რამდენიმე წლიანი პროექტია და ეს ამაში არის გულისხმობა, რომ თქვათ ერთ თვეში რაღაც უცებ მოხდება და ნაჩქარევად გაკეთდება. რა ეტაპზე ამას დასჭირდება ალბათ სპეციალისტების მოწვევაც, მათ შორის თქვენი საერთაშორისო კავშირებით და ასე შემდეგ. რა ეტაპზეა ამ მიმართულებით სამუშაოები და დაახლოებით რა ვადაზე გაქვთ გათვლა, რომ აი თუნდაც პირველი კონცერტი მოისმინოს. ცხადია კონკრეტულ რიცხვს დღეს ვერ დავასახელებთ, მაგრამ იცით რა, როდესაც მე ვიყავი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ სახელმწიფო განათლების რეფორმის ფარგლებში აბსოლუტურად მოვიარა თითქმის ყველა ევროპული მთავარი ქალაქი, სადაც სახელმწიფო განათლება მაღალ დონეზეა დაყენებული. აქ არის სისტემური ცვლილება საჭირო და რადგანაც დროს მოითხოვს, ძალიან დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ ჩვენ აქსელერაციის მეთოდოლოგიით და ასე ვთქვათ, უფრო მეტად ისეთი მეთოდოლოგიების დანერგვით, რაც უფრო დააჩქარებს ამ პროცესს, ვიხემძღვანელებთ და ამას მერე მოგვიანებითაც გეტყვით, რა თქმა უნდა. ამ პროცესში ძალიან საინტერესოდ, აი preschool რასაც ქვია სკოლამდელი სახელმწიფო განათლების პროცესში ჩაერთვება, მე ასე ვფიქრობ, იაპონიის მხარეც, რომელიც ძალიან დაინტერესებულია, იმიტომ რომ იაპონიაში ეს ძალიან განვითარებულია, სკოლამდელი სახელმწიფო განათლება და აქაც შეიძლება რომ თქვა საერთაშორისო უკვე ამ მიმართულებით ორგანიზაცია დაინტერესდეს და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ერთობლიობა და გამოცდილების გაზიარება ძალიან დიდ მნიშვნელობას ძენს ამ პროექტს. ნუ თქვენ მითხარით, როდის შეიძლება ახალი სკოლის შედეგები მოვისმინოთო. ნუ მე გეტყვით როგორც ოპტიმისტი ერთ წელიწადში, როგორც დიდი ოპტიმისტი, მაგრამ ეხლა თუ რეალურად შევხედავთ, ალბათ, ნუ წელიწადნახევარი დაჭირდება ამას ყოფს იმ დღიდან, როცა ეს უკვე ფუნქციონირებას დაიწყებს. ფუნქციონირებას დაიწყებს ალბათ 2026 წელს. მანამდე ეხლა დიდად ვერ ვიქნებით ესე ილუზიებში, მაგრამ კონცერტებს ალბათ ხო, რაღაც მინი კონცერტებს კი ბატონო, აუცილებლად და ჩვენ სტუდიაში კიდე ტელევიზიას აქ ძალიან დიდი როლი ექნება, იმიტომ რომ ყველა დასაწყისი იდეა, რომელიც უნდა განვითარდეს, ტელევიზიასთან უნდა იყოს და რადიოსთან რატომ? იმიტომ რომ კომუნიკაციის ძალიან დიდი საშუალებაა და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს კარგად გაშუქებული და ამ წინასწარ გიხდით. კი ბატონო, ჩვენც ამ მიმართულებით ნამდვილად მზად ვართ, რომ ხარი დაუჭიროთ ყველა კარგ ინიციატივას. თქვენ ახსენეთ სკოლამდელი წრეები, დაინტერესება ბავშვების და ასე შემდეგ. ცოტა აბსტრაქტული, მაგრამ მგონია რომ მაინც კონკრეტული კითხვა უნდა დაგისვათ. პრინციპში ძალიან დიდი ხანია ეს მოდაშია, მოდურია. ბავშვი დამყავს ცეკვაზე, მუსიკაზე და ასე შემდეგ. არის ბევრი სახელმწიფო დაწესებულება ამ მიმართულებით, თუმცა კერძო ვთქვათ ანსამბლები და ასე შემდეგ, რომლებიც ძალიან ბევრ ფინანსურ რესურსს მოითხოვს ასევე ადამიანურ რესურსს და ვთქვათ სკოლის გარე დატვირთვას ბავშვებისა. სახელმწიფოს როლზე მინდა ვისაუბროთ ამ მიმართულებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის სახელმწიფო რესურსი ამ მიმართულებით დატვირთული საკმაოდ პოპულარიზაციის თვალსაზრისით თქვენ ახლა რასაც საუბრობთ იგივე კერძო ანსამბლებთან დამოკიდებულება და ვთქვათ სახელმწიფო სახელოვნებო სკოლებთან დამოკიდებულება მოსახლეობით და ამ მიმართულებით აქვს თუ არა სამუშაო სახელმწიფოს, რომ თუნდაც იგივე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ან მსგავსი ტიპის დაწესებულებები იყოს უფრო პოპულარული და უფრო მოთხოვნადი. მე ცხადია არ ვაკნინებ იმ კერძო ანსამბლებს და მათ აქვთ თავიანთი დიდი როლი ამ ყველაფერში. სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია, იმიტომ რომ როდესაც არის სახელმწიფოებრივი ნება, იქ ყოველთვის უფრო მაღალ დონეზე არის წარმოჩენილი როგორც ანსამბლი, ისე სკოლა, ისე სახელმწიფო განათლება და ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ამ ხრივ აჭარის მხარე გამორჩეულია, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი მე ახლა არ შევალ დეტალებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ პატარა კუთხისთვის 800 იპი და 8 იპი არსებობს. აქედან 3 მუსიკალური სკოლაა. ანუ სახელმწიფო აქ ჩანს, რომ ძალიან ზრუნავს იმაზე, რომ ეს სეგმენტი ძალიან კარგად გადარჩეს, განვითარდეს. ეხლა რაც
შეუძლია სახელმწიფოს ყველაფერს აკეთებს. ახლა ეს არის მეორე თემა, როდესაც ჩვენ გვინდა ტრანსფორმაცია, როცა ჩვენ გვინდა უფრო უკეთესი, უფრო ხარისხიანი, უფრო მეტად პოპულარიზირებული და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ეს არის მოიტანა ცხოვრებამაც და ასე უფრო მეტი კონკურენციაა. დონე უფრო მაღალია და მთელ სოფლიოში და ამიტომ ჩვენ მხარი უნდა აუღოთ. აქედან გამომდინარე იქნება რა თქმა უნდა რაღაც რეფორმები რა. რეფორმების ანუ გვეშინია, იმიტომ რომ რეფორმები კარგია ყოველთვის, სწორად გააზრებული რეფორმები და რეფორმება ყველა რასაც ჩვენ გავაკეთებთ იქნება აუცილებლად შეთანხმების თემა. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად თქვენ ბრძანეთ რომ ბავშვი ძალიან ტრენდულია, რომ ბავშვი დამყავს, ასე რატო უნდა გადაიხადოს, თქვათ, ისეთ ქვეყანაში როგორც არის საქართველო, როდესაც ამდენი სკოლა არსებობს სახელმწიფო, რატო უნდა გადაიხადოს დედამ ბავშვისთვის მაგალითად მუსიკის გაკვეთილები. არა, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს, მე ასე ვფიქრობ და მინდა ყოველ შემთხვევაში ასე ვიფიქრო, რომ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ თუნდაც ცეკვაზე, თუნდაც ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე, ჩელოზე ბავშვები დადიოდნენ ისეთ სკოლაში, სადაც მიიღებენ სათანადო განათლებას, სადაც ეს იქნება მათთვის უფასო და მისაწვდომი. და ყველასთვის, იმიტომ რომ კულტურა უნდა იყოს ყველა სოფელში, ყველგან. და განსაკუთრებით ბავშვებში. იმიტომ რომ ბავშვი, რომელიც პატარაობიდან ეხება ხელოვნებას, ის არასოდეს არ მგონია მე რომ ის თავის კვალს ტოვებს, თავის ფსიქიკაში და თავის ხასიათის ჩამოყალიბებაში. და ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე ძალიან იმედით უყურებ ამას და ვფიქრობ, რომ ეს იქნება კიდევ უფრო ესეთი ახალი ეტაპი, რომელიც დაიწყება, იმიტომ რომ სწორედ სახელმწიფოებრივ ნება იყო კულტურის სამინისტროს შექმნა როგორც ცალკე სტრუქტურა. ნიჭერი და შემოქმედებითი ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა და წარმოჩენა. მე მახსოვს შარშან შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალზე, ჩვენ ესე ელისო ბოლქვაძის ფესტივალს ვეძახით ამ ფესტივალს. ვნახეთ ძალიან ბევრი საინტერესო საყვარელი და პერსპექტიული ბავშვები სცენაზე. მგონია რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი ბავშვი უნდა ვიხილოთ მას შემდეგ, რაც თქვენ უკვე სხვა სტატუსით ჩაერთეთ რეგიონის ცხოვრებაში. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე 2013 წელს, როცა ჩამოვაყალიბე ბათუმის ფესტივალი, მაშინ დავიწყე და ჩემი ახალგაზრდა მუსიკოსებთან, ასე ვთქვათ, ჩემი კომუნიკაცია და ჩემი ურთიერთობა ეს დიდი ხნის ისტორიას ითვლის და დიდი ბევრი წლებია უკვე ამას მე დიდი სიამოვნებით და მთელი გატაცებით ვაკეთებ. ხელოვანი ბავშვისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაინახავს მას დასაწყისში, ან თავისი მასწავლებელი, ან ვინ როგორ მიეხმარება. რატომ? იმიტომ რომ ნიჭს როცა აღიარება აქვს, ის მეტად იფურჩქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან სპეციფიური სფერო და აქედან გამომდინარე, ამას სპეციფიური და ძალიან სათუთი მიდგომა ჭირდება. და ის ბავშვები, რომლებიც თქვათ, თქვენ ბათუმის ფესტივალი ახსენეთ და იქ მოისმენთ, რა თქმა უნდა, მე აქ უფრო მეტი საშუალება მექნება, რომ სკოლებთან უფრო მჭიდროდ ვიმუშაო და უფრო მეტი ნიჭიერი ბავშვი აღმოვაჩინო და მათ უფრო მეტი გასაქანი კიდევ მივცეთ. იქნება კონკურსების ჩატარება, ეს იქნება მასტერკლასები თუ ასე შემდეგ. ბათუმის ფესტივალიც გაგრძელდება, მინდა გითხრათ. წელსაც იქნება აუცილებლად ახალგაზრდების როგორც მასტერკლასები, პირველ რიგში მასტერკლასებს ვგულისხმობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მასტერკლასები და მერე რა თქმა უნდა იქნება კონცერტიც. ბათუმის ფესტივალის ერთი კონცერტი ყოველთვის მიეძღვნება ახალგაზრდა ტალანტებს და ეს იქნება ყოველთვის მათი არაჩვეულებრივი პლატფორმა იმისთვის, რომ მათ კიდევ უფრო მეტი საშუალება ჰქონდეთ განვითარების და წინსვლის. მულტიკულტურული გარემოს დაცვა და აჭარის წარმოჩენა მსოფლიო რუკაზე. ნაწილობრივ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა აჭარაში ხელოვნება არ არის მხოლოდ აჭარული განდაგანა ცხადია და მულტიკულტურული გარემოს დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით რამე კონკრეტული ხედვები თუ აქვს სამინისტროს უკვე? ხაჭორს განდაგანა ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ეროვნული არამატერიალური არის განძი, ეხლა მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ეს განძი საერთაშორისო და იუნესკოსაც უნდა შევთავაზოთ, რომ განდაგანა იყოს მათ ნუსხაში. ეს არ არის, ეს ძალიან კაი იდეაა. რაც შეეხება და დანარჩენს თქვენ მკითხეთ, რომ ესე იგი როგორ ვაპირებთ, რომ ეს წარმოდგენილი ვიყოთ ღირსეულად მსოფლიო რუკაზე. კი ბატონო.
მსოფლიო რუკაზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფესტივალების, ასე ვთქვათ, როგორც ვთქვით, რომ მთელი წლის განმავლობაში იყოს ფესტივალები, მაგრამ ფესტივალები არა, მე ვფიქრობ, რომ ყოველ თვე 2-3 ძალიან კარგი საერთაშორისო კონცერტი გაკეთდეს, ანუ კონცერტების სერია დავარქვათ ამას. და ამ სერიების დროს ის მასწავლებლები, ის არაჩვეულებრივი არტისტები და პროფესორები, რომლებიც ჩამოვლენ, აუცილებლად მინდა, რომ მათ ჰქონდეთ უბრალოდ კი არ წამოვიდნენ კონცერტზე, არამედ მათ ჰქონდეთ ვალდებულება, რომ ეს ბავშვები მოისმინონ და მათ გაუკაფონ გზა, მაგალითად, რომელიმე აკადემიაში, რომელიმე კონსერვატორიაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინტერაქცია იქნება და სწორედ ამითი იქნება თანდათანობით, როგორც კულტურული ჰაბი გახდება აჭარა. და ეს იქნება ძალიან დიდი შანსი დამწყები ხელოვანებისთვის. არა მარტო დამწყები, მოდი ასე ვთქვი, ეს უკვე იქნება ჰაბი, ეს უკვე ნიშნავს, ეს უფრო დიდი განაცხადია. მოდით ახლა ამაზე პირდაპირ ჩვენ ამ გადაცემაში ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, თუნდაც გქონდეს ძალიან დიდი სურვილები, ეს ჩვენ გვინდა რა თქმა უნდა. აი ნახოთ როგორი ტემპით ეს განვითარდება. 1-2 საერთაშორისო კონცერტის შემდეგ უკვე მეტის თქმას შევძლებთ. კი ბატონო, აი სადღაც დეკემბერში შეგვიძლია რაღაცა უკვე რეზიუმე გავაკეთოთ იმის თაობაზე, რა შევძელით ამ 6 თვის განმავლობაში. გელოდებით დეკემბერში და მანამდეც რა თქმა უნდა, ბოლო კითხვას დაგისვამთ. კალენდრის შედგენა. კულტურული ღონისძიებების სეზონური და წლიური კალენდარი. თქვენ აღნიშნეთ კიდევაც, რომ თქვათ მხოლოდ ზაფხული და საზღვაო სეზონი არ უნდა იყოს დატვირთული კონცერტებით. არის რა თქმა უნდა რეგიონში წლის განმავლობაში ბევრი ღონისძიება, თუმცა ასე იკითხება, რომ უფრო მეტის დაგეგმვას აპირებთ. თუ გაქვთ უკვე კონკრეტული მიმართულებები ამ ხრივ დასახული, ცხადია ეს გეგმის დონეზე და რა ტიპის ღონისძიებებზეა საუბარი. დიახ, აი კალენდარი ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ? იმიტომ რომ ბათუმში განსაკუთრებით ზაფხულში ბევრი ღონისძიებები სხვადასხვა ადგილზე იმართება და ერთმანეთ ძალიან რთულია ამის ორგანიზება. პირველივე ნაბიჯები ჩვენი სამინისტროსი იყო ის, რომ შევქმნათ ერთიანი კალენდარი. მოდით ფესტივალების კალენდარი შევქმნათ, რომელმაც გაიმარჯვა კულტურის სამინისტროს პროგრამებში, ეს ერთი მიმართულება და კიდე ის მიმართულება, რომ მთელი წლის განმავლობაში არსებობდეს კალენდარი. ანუ კონცერტზე წინასწარ უნდა იყოს ხალხი გაფრთხილებული, რომ აი ამ დღეს ეს კონცერტი იმართება. ამ მიმართულებით ჩვენ ვიმუშავეთ და შევიმუშავეთ ესეთი ზაფხულის კალენდარი, რომელიც დაიწყება უკვე 12 ივნისს და შემდეგ უკვე სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება და შემდეგ უკვე სხვა კალენდარს შევიმუშავებთ. ეს იქნება როგორც მაგალითად მართვე ჩამოვა გონიოს ციხეზე იმღერებს, ეს ძალიან კარგი დასაწყისი იქნება ბავშვებთან ერთად, ოლიმპიადა იქნება, მერე იქნება ვთქვათ ნუგზარ ერგელმიძის 70 წლის თავი, იქნება სიმფონიური ორკესტრის კონცერტი. ახლა მკითხავთ, რომ სიმფონიური ორკესტრი კამერულის ბაზაზე იქნება და მოწვეული მუსიკოსებით, ქართული მუსიკის პოპულარიზაცია, ფილმების პოპულარიზაცია, ნუ სხვადასხვა მიმართულებით 4 სიმფონიური კონცერტი გამოდის, საგუნდო კონცერტი გამოვა ერთი და მოკლედ არის დაახლოებით 10 კონცერტი გვაქვს დაგეგმილი ივნის, ივლისი, აგვისტოს, სექტემბრის აი ამ პერიოდში. დანარჩენსაც მე მოგაწოდით თანდათანობით და კალენდრის არსებობა ძალიან კარგი რატომ არის? იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ნამდვილად აჭარა იყოს საერთაშორისო რუკაზე და საერთაშორისო ადგილი დაიკავოს სივრცეში, მაშინ ჩვენ უნდა აუცილებლად მოვიწვიოთ საერთაშორისო ჟურნალისტებიც, რომლებიც ამის შესახებ დაწერენ. მაგალითად, პარიმატში, რომელიც მეუბნება რომ ჩამოვალთ, კი ბატონო, ოღონდ გვანახეთ რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შვამთობა ვანახოთ, აუცილებლად უნდა ვანახოთ მთის ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც არიან ძალიან განსაკუთრებულები და ეს მას და თუნდაც ის კონცერტი, რომელიც მაგალითად 7 ივლისს ჩატარდება სიმფონიურთან ერთად, სადაც ქართული მუსიკა იქნება, აი ეს აინტერესებს სწორედ ისეთ ჟურნალებს, როგორც არის პარიმატში და ვთქვათ სხვადასხვა კიდე ცნობილი ჟურნალები და მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ეს
ხედვა გახდის და ეს მომენტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ აჭარამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინოს როგორც კულტურის ცენტრმა და ჰაბმა და რა ვიცი, ყველაფერმა, რასაც ჩვენ როგორც ვიმუშავებთ და როგორი ხედვებიც გვექნება და როგორ ენერგეტიკასაც ჩავდებთ ყველანი, არა მარტო ერთი მინისტრი, არამედ ყველა. აი ამ ხედვით ჩვენ შეგვიძლია რომ ნამდვილად ძალიან დიდი პოტენციალი ეს ყველაფერი გავიტანოთ საზღვარგარეთ. უწყებათა შორის კომუნიკაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა და წელს მგონია რომ ყველა ფესტივალი, რომელიც სხვა წლებში ჩატარებულა, უნდა იყოს ყველაზე უკეთესი და შემდეგ ცხადია ეს ამოკაშკაშება და ამოწყინება, რაც თქვენ აღნიშნეთ, უნდა იყოს ენერგიული. აუცილებლად უნდა ვეცადოთ ყოველწლიურად უფრო მეტი, უფრო კარგი, უფრო ხარისხიანი და უფრო მეტი რამ გავაკეთოთ, იმიტომ რომ რთულ ძალიან დიდი კონკურენციის წინაშე ვართ, საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა არის, ამიტომ აქვე მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რომ შავი ზღვის პლატფორმაც ძალიან საინტერესო არის აჭარისთვის და შავი ზღვის პლატფორმის ქვეყნები უნდა, ასე ვთქვათ, კულტურული დიალოგით ასევე შეიძლება მათი გაერთიანება, რასაც ჩვენ ვაპირებთ და მე ვფიქრობ, რომ შემდეგში შეიძლება იყოს ან სამიტის ჩატარების აუცილებლობა, ან რაღაც საერთაშორისო კონფერენცია, ასევე მუშაობა იუნესკოსთან, რომელიც უნდა გავაგრძელოთ და ბევრი მიმართულებებით, რაც იქნება, ყველაფერი ის, რაც იქნება ამ რეგიონისთვის სასარგებლო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გელოდებით კიდევ არაერთხელ სიახლეებით წარმატებებს გისურვებთ. ელისო ბოლქვაძე, აჭარის კულტურის მინისტრი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ერთმანეთს მომდევნო პარასკევს შევხვდებით. ნახვამდის.